ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი. სულ ახლახან საქართველომ განახორციელა პირველად თავის ისტორიაში ერთი მთავრობის მეორედ ჩანაცვლების შვიდობიანი კონსტიტუციური საპარლამენტო პროცესი. მე როგორც კონსტიტუციის გარანტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყავი ამ პროცესის მონაწილე, ვარ ამ პროცესის მონაწილე და ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და ჩემი ყველაზე დიდი იმედი თელიან პერიოდის განმავლობაში იყო და არის, რომ ჩვენ შევძლებთ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში საქართველოს შემდგომი განვითარების შენარჩუნებას. თავისთავად არჩევნების თავისუფალი ჩატარება იყო საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა. ამ მიღწევამ ჩვენ გაგვიხსნა ახალი პერსპექტივები ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ახლა დგება დრო დაპირებების შესრულების, ჩვენი ხალხი ამას ელოდება. იყო გაცემული უამრავი სოციალური დაპირება, რომელიც ეხებოდა უფასო ჯანდაცვას, უფასო სწავლას, კრედიტების შემცირებას, დაპროცენტო განაკვეთების შემცირებას, ტარიფების შემცირებას და ბევრ სხვას და ჩვენი ხალხი ბუნებრივია ელოდება, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში ამ ყველაფრის განხორციელება დაიწყება. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის დაკვეთა, ჩვენი ხალხის სურვილი არის, რომ ყველაფერი განხორციელდეს ცივილიზებული დიალოგის საპარლამენტო დებატების, თუნდაც წვავი დებატების, მაგრამ საპარლამენტო ჩარჩოებში, კანონის ჩარჩოებში, კანონის უზენაესობის პირობებში, თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ზოგადად თავისუფალი მედიის პირობებში და ზოგადი თავისუფლების და განვითარების პირობებში. ამიტომ ბოლო მოვლენები ჩემთვის არის შეშფოთების წყარო. იმიტომ რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა. ევროპული ორიენტაცია და საქართველოს განვითარება და წინსვლა ეს არ არის ზოგადი კატეგორიები. ეს ეფუძნება კონკრეტულ კრიტერიუმებს. და ეს კრიტერიუმები არის პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უფლების პატივისცემა. ეს არის კანონის უზენაესობის დამკვიდრება ყველა დონეზე. ეს არის ინსტიტუტების პატივისცემა. ინსტიტუტების პატივისცემა არის ჩვენი შეერაღებული ძალების პატივისცემა. ჩვენ გვესმოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადანაშაულება საქართველოს იმაში, რომ საქართველოს გააჩაღა ომი და საქართველოს იყო დამნაშავე 2008 წლის რუსეთის აგრესიაში. ჩვენ მოვისმინეთ ეს არჩევნების შემდეგაც სამწუხაროდ და ეს მე ვფიქრობ, ამას არ მიიღებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც სიმართლე მშვენივრად იცის. და დღესდილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი და მე არ მინდა შევეხო ბრალდებას, რომლითაც ის არის დაკავებული სხვა პირებთან ერთად, არის დაკავებული ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და შეიარაღებული ძალების როლს ჩვენ საზოგადოებაში. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, მაგრამ არსებობს ჩარჩოები, რომლითაც ეს კანონი უნდა იქნას, რომლის ფარგლებში ეს კანონი იქნას დაცული. ინსტიტუტს გაეკუთვნება ასევე თავისუფალი პრესა, თავისუფალი სიტყვა, ჩვენი მასმედია, ჩვენი ტელევიზიები. სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომლის არამხოლოდ მოწოდებები ისმის ახლა, არამედ პირდაპირ განხორციელდა დღევანდელი დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ასევე ის მუქარები, რომელიც ისმის სხვა თავისუფალი მედიის საშუალებების მისამართით. ჩვენ არამხოლოდ არ უნდა დავანგრიოთ არაფერი. იცით, რომ ისმოდა მოწოდებები და არის გეგმები კონკრეტული შენობების ნანგრევის. ნუ დავანგრევთ შენობებს. ავაშენოთ ახალი და უკეთესი შენობები. საკმარისად ინგრეოდა საქართველოს ათწლეულების განმავლობაში, რომ ჩვენ გრევა გავაგრძელოთ ახლა 9 წლიანი შენების შემდეგ. არ უნდა დავანგრიოთ არსებული ინსტიტუტები. ისინი ავად თუ კარგად ვითარდებოდნენ წინა წლებში და ძალიან სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ მათი განვითარების კუთხით. და დღეს ყველაფერი კი არ უნდა გადავყაროთ, პირიქით მეტად განვავითაროთ. ახალი ასპექტები დავუმატოთ. მეტი თავისუფლება მივცეთ, მეტი პატივისცემა მივცეთ კანონის უზენაესობას, მეტი თავისუფლება მივცეთ სასამართლოს, მეტი თავისუფლება მივცეთ მასმედიას. განვავითაროთ ურთიერთობები პარლამენტსა და
პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის, პარლამენტსა ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, ჩვენ კი არ უნდა შევუტიოთ ამ ინსტიტუტებს, კი არ უნდა დავემუქროთ მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობას. პირიქით გავაჩინოთ მეტი თვითმმართველობა საქართველოში, რათა ნებისმიერ დროს ყველა მთავრობას მოეკითხოს, როგორ ასრულებს ის ხალხისთვის მიცემულ დანაპირებს და როგორ იქცევა თვითონ მოქმედი მთავრობა იქნება თუ ეს წარსული მთავრობები. ამიტომ ჩვენთვის დღეს არის მნიშვნელოვანი გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მოვლენების ფონზე თქვენ იცით რომ ბოლო დღეებში ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ დიპლომატიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ მაგალითად ნატოსთან ქონდა პროგრესი დეკემბერში მინისტრთა შეკრებაზე, სადაც ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ ქონდა რეალური შანსი მიგვეღწია წარმატებას ნატოში შემდეგი ინტეგრაციის კუთხის. ეს არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილება და ეს არის ბევრად უფრო მაღლა ვიდრე ცალკეული პიროვნებები. ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს პიროვნებები და ბუნებრივია პოლიტიკაში ეს ასე იქნება. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმობოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება რომ ვეწინააღმდეგებოდეთ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ არ შეიძლება რომ ყველაფერს ვაკეთებდეთ, რამეს ვაკეთებდეთ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. ამის გამო თუნდაც ამ ნატოს დეკემბრის მინისტერიალის წინ, როდესაც ჩვენ უკვე მუშაობდით ახალ მთავრობასთან, რომ ერთობლივი პოზიცია დაგვეფიქსირებია. ერთობლივად წავსულიყავით ამ მინისტერიალზე. ერთობლივად გვესაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ხალხს სურს და არა მხოლოდ ცალკე აღებულ მთავრობას ამ პრეზიდენტს ნატოში შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, დღევანდელი მოვლენები ნამდვილად არ გვეხმარება ყველაფერი ამაში და სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის და მე არ შეიძლება რომ მიხაროთ. ამიტომ როგორც არასდროს ჩვენ უნდა დავდგეთ ყოველგვარი შურისძიების, ბოღმის, სიმწრის, პიროვნული მიღება არ მიღების ზემოთ და შევძლოთ ერთმანეთთან ადამიანური ლაპარაკი. და ნუ დავეთანხმებით ერთმანეთს. მაგრამ არ შეიძლება რომ ამ ერთმანეთთან არ დათანხმების დროს დავანგრიოთ თავი რამე რაც არის შექმნილი. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ და მინდა მოუწოდო ამისთვის ყველა მონაწილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპარლამენტო უმცირესობასაც. ორივე დიდ პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ახალ მთავრობას, საქართველოს პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს. ვიყოთ აღვივსვათ პასუხისგებლობით, გავითვალისწინოთ რომ ყველაფერი ეს რაც ხდება ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის უახლოეს პერიოდში და გრძელვადიან ბედს და პერსპექტივებს ეხება და აქედან გამომდინარე გადავდგათ კარგად აწონდაწონლად და მოფიქრებულად თითეული ნაბიჯი. რამე ისეთი არ გავაკეთოთ, რამაც შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ჩვენ ხალხს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენი შვილების მომავალს. მე ვაგრძნობ ამაზე პასუხისგებლობას, მე მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან და მზად ვარ ყველას ველაპარაკო, ვისაც აქვს სურვილი დიალოგის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის.